საღამომშვიდობისა 21 ოქტომბრის მნიშვნელოვანი მოვლენებით ტელეკომპანია ბორჯომის პირდაპირ ეთერში ადგის ქრონიკა ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი გაგაცნობთ. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ ნახავთ. ქალებზე გახშირებული ძალადობა და ადგილობრივების შეფასებები. ნაადრევი ქორწინება და მოსალოდნელი პრობლემები. სოფელ დვირში მოსახლეობა საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვს. ბოლო პერიოდში ქალებზე გახშირებულ ძალადობის შემთხვევებს ადგილობრივები აფასებენ. რა მიზეზით ხდება ქალებზე ძალადობა და ვინ უნდა იზრუნოს ქვეყანაში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად? ეს კითხვები ქუჩაში რესპონდენტებს ჩვენმა ჟურნალისტმა დაუსვა. უკანასკნელ პერიოდში ქალებზე გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე რესპონდენტები არაერთგვაროვნად პასუხობენ. მათი უმეტესობა მიზეზებს ასახელებს. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ქალებზე ძალადობას არც ერთი მიზეზი არ ამართლებს. გამოვრიცხავ, რაც უნდა იყოს მიზეზი. მაინც არ აქვს უფლება სიცოცხლე, რაც ღმერთმა ჩუქა წაართვას ადამიანს. ხასიათთა შეუთავსებლობა, სოციალური მდგომარეობა და პირადული. და ამ შემთხვევაში მამაკაცმა უნდა იზალოდოს ქალზე? რატომ უნდა იზალოდოს? ძალადობა მამაკაცის და ქალებს შორის კი საერთოდ არ შეიძლება. არაფერი მიზეზი არ არის გამართლებელი, იმიტომ რომ ბავშვები დაზიანდებიან, აუცილებლად უნდა შეთანხმდეთ რამე გაუკვირვება არ უნდა იყოს მათ შორის. პირველ რიგში გაუნათლებლობა, ჩემი აზრით. ალბათ მამაკაცისაც და ქალისაც. არც ერთ შემთხვევაში არც მამაკაცის ძალადობა და არც ქალზე ძალადობა არც ერთ შემთხვევაში არ არის გასასამართლებელი. ხას თავისი უფლება აქვს და თავისი მოვალეობა. როცა ქალი მას არ ასრულებს, ან კიდე უარგისი მამაკაცი ქალის ხარჯზე და კიდე რო ეჩხუბება, ეგეთებიც არის. განათლება არ აქვს ადამიანს საკმარისი. მამაკაცებს დიახ, ყოველთვის გონიათ, რომ ქალი მეორე ხარისხოვანია, მაგრამ ეგრე არ არის. რო იღალატებს ქალი და სხვა მამაკაცთან წავა. მეტი აბარა სხვა ამის გამო რა უნდა გააკეთოს კაცმა? უნდა მოკვლას ეს ქალი. მოსაკლავია? მაია, აბარის მაგნის ეს ქალია. ის არა ქალია. სხვა არაფერი, სხვა ახლა გამოსწორება შეიძლება ქალის ყველაფერი შეიძლება, მაგრამ აი რო გიღალატებს. რესპონდენტების აზრით აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში მესამე პირი არ უნდა ჩაერიოს და გამოსავალი მეუღლეებმა მოლაპარაკების გზით უნდა გამონახონ. ყველამ თავის თავზე იმუშაოს. დაუსვას კითხვა თავის თავს, რაში ვარ მართალი, თვით ანალიზი გაუწიოს თავის აქციაზე. კარგი იქნება. პოლიციამ კი არ არის კანონი და მაგით არ ისჯებიან სათანადო. ჩემი აზრით ეს იმდენად ინტიმური საკითხია, იმდენად ცოლ-ქმრული და იმდენად ორ ადამიანს შორის, რომ ამის მოგვარებას არ ამგონია, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყება უნდა აკეთებდეს. ისევ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, იმიტომ რომ იმის სიტყვა უფრო დამაჯერებელია. სახელმწიფოც უნდა იყოს დაინტერესებული და რაღაცა კანონი უნდა იყოს ისეთი ცოტა მკაცრი, რომ აღმოიფროს საერთოდ ეს ძალადობა. ამაზე თითოეული ჩვენთაგანი უნდა დაფიქრდეს, მაგრამ მე მგონი ეს უფრო ცნობიერების ბრალიც არის, იცით, მენტალობაშია აქ პრობლემა ჩემი აზრით. მე მგონი თვითონ მამაკაცებმა თავიანთ თავში უნდა მოიფიქრონ ის, რომ ქალები უყვარდეთ, ქალები დააფასონ. მიმდინარე წელს ქვეყანაში ქმრის ან ყოფილი მეუღლის მიერ 20-ზე მეტი ქალია გარდაცვლილი და ძალადობის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ადრეულ ასაკში ქორწინების სტატისტიკა საქართველოს მოლდოვის შემდეგ მეორე ადგილზეა. სპეციალისტები მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც არასრულწლოვნები ოჯახებს ქმნიან და ამ შემთხვევაში რა გართულებებია მოსალოდნელი. მე ვიყავი 16 წლის, როდესაც გავთხოვდი და უკვე ცოტა ხანში გავხდი 17-ის. თათია ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა გათხოვდა. მისი ოჯახური ცხოვრება მცირე ხანს გაგრძელდა. ამბობს, რომ ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოჯახის შექმნის შესახებ ადრეულ ასაკში მიღებული გადაწყვეტილება იყო. პატარა ასაკი და ის გაუაზრებელი ნაბიჯი, რასაც მიყავხარ ძალიან დიდ ცხოვრებისეულ შეცდომაზე, რაც მთელი ცხოვრება მიყვება და თავის დაღს გიტოვებს, როგორც არ უნდა წარმართო შემდეგ შენი ცხოვრება. ჩვენი სიუჟეტის გმირი ერთ-ერთია მათ შორის, რომლებიც ადრეულ ასაკში დაოჯახდნენ. 2013 წლის მონაცემით ნაადრევ ასაკში ქორწინების სტატისტიკის მიხედვით აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს შორის საქართველო მოლდოვის შემდეგ მეორე ადგილზეა. ერთი ფაქტორი არ იქნება, რაც რამე შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი ქორწინება.
ეს როგორც ტრადიციებთან დაკავშირებული არის ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე განათლების კუთხით სიმცირესთან. მათ არ აქვთ განათლების სათანადო ასე ვთქვათ, ფორმა ან ხელმისაწვდომობა. ასევე მნიშვნელოვანია და პრობლემურია ის, რომ ქალებს საქართველოში ხშირად აქვთ საკუთრების პრობლემა, ქონებრივი საკუთრების პრობლემა. ამიტომაც ალბათ ისინი გარკვეულ ნაბიჯებს დგავენ იმ კუთხით, რომ მათ კონდეთ საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახი, ასე შემდეგ. საერთაშორისო და ქართული კანონმდებლობით ნაადრევად მიიჩნევა ქორწინება, როდესაც წელში ერთ-ერთი 18 წელს მიღწეული არ არის. საქართველოს კანონმდებლობით ქორწინება მხოლოდ 18 წლის ასაკშია დასაშვები, თუმცა გამონაკლისის შემთხვევებში მშობლის ნებართვით 16 წლის ასაკში შეიძლება. ადრეულ ქორწინებაში მყოფი გოგონების შემთხვევაში იზრდება ოჯახური ძალადობის და მათზე სექსუალური ზეწოლის საფრთხე. მეორე ხდება როგორც ბიჭების, ასევე გოგონების სკოლიდან გადინება, ანუ განათლების შეწყვეტა. ნაადრევი ქორწინების უარყოფით შედეგებზე საუბრობენ ფსიქოლოგებიც. ნათია კიჭვეხით იცნით, ფსიქოლოგიურთან ერთად ასაკში დიდი სხვაობა ფიზიოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს. უცნაურია, როდესაც ხდება ესეთი რამე, რომ მოზარდის და დასტულის ურთიერთობა ქორწინებით კანდება. ანუ ძალიან ესეთია შემაშფოთებელია ჩემთვის პირადად. ფაქტი არის უკვე უთანაბრობის, რომელიც განაპირობებს შემდგომში შეიძლება განაპირობოს უმეტესად განაპირობებს ძალადობრივ ურთიერთობებს ოჯახში. ანუ თანადამოკიდებულ ურთიერთობებს. ისე კი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ბავშვი, რომელიც თქვათ ცოლად ყავს დასრულ ადამიანს. სპეციალისტები ამბობენ, რომ არასრულწლოვანის დაოჯახება მნიშვნელოვანი პრობლემაა და მისი მოგვარების პროცესში ოჯახთან ერთად დიდი როლი სახელმწიფოსაც ეკისრება. სახელმწიფო რა თქმა უნდა ერეოდეს უფრო საგანმანათლებლო კუთხით უფრო ცნობიერების ამაღლებით თუ რა შედეგებს შეიძლება მიგვიყვანოს ამ ნაადრევმა ქორწინებამ. ეს საერთაშორისო კანონმდებლობასაც და საერთაშორისო კონვენციების რეკომენდაციებიც არსებობს სახელმწიფოს მხრიდან თუნდაც სიდეუ კომიტეტის მიერ. როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ევროპის ქვეყნებში ნაადრევ ასაკში ოჯახის შექმნის შემთხვევები მცირეა. მათი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დასაახლებლად არაერთი მიმართულებით ატარებს რეფორმებს. ერთ-ერთი კი სკოლებში შესაბამისი განათლების დანერგვა. სკოლის მიტოვების ფაქტორებს შორის მრავალი ფაქტორი არის და ერთ-ერთი არის მათ შორის ნაადრევი ქორწინება. ჯანსაღი ცხოვრების წესზე, აი ამ საკითხებზე, სამოქალაქო განათლებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ეროვნული სასწავლო გეგმა მოითხოვს ზუსტად რომ ეს საკითხები იქნას ნასწავლი სკოლაში და ეროვნული სასწავლო გეგმა კი ისეთი დოკუმენტია, რომელიც ყველა სკოლაში შედის საჯაროშიც და კერძოშიც. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიხედვით სტატისტიკურად წელიწადში მსოფლიოს მასშტაბით 14 მილიონი 18 წლამდე ახალგაზრდა ქორწინდება. თათია კი ამბობს, რომ მისი ცხოვრება ქორწინებამ რადიკალურად შეცვალა. უფრო ბევრ რამეს გააკეთებ ყველა შემთხვევაში ადამიანი და ბევრად უფრო წარმატებული იქნები თუ არ შექმნი პატარა ასაკში ოჯახს ვიდრე იმ შემთხვევაში თუ შექმნი ოჯახს და ამ ვალდებულებებს კიდე იმ ყველაფერთან ერთად რაც გაქვს აიკიდებ ზურგზე. სოფელ დვირის მოსახლეობა საბავშვო ბაღს ითხოვს ამ და სხვა ამბებით რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ორი წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს 2.791.000 ადამიანი. დაზღვეულია საქართველოს ყველა მოქალაქე. ჯანდაცვისა და სოციუზრუნველყოფის ბიუჯეტი 1 მილიარდამდე ლარით გაიზარდა. მინიმალური პენსია გახდა 150 ლარი. გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და დევნილების შემწეობა. C ჰეპატიტით დაავადებული პირები სარგებლობენ 60%-იანი ფასდაკლებით მედიკამენტებზე. პატიმრები მკურნალობენ უფასოდ. აშენდა 82 ახალი ამბულატორია. 650 ლარი გახდა სოფლის ექიმების დაფინანსება. საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 10,500 დევნილი. სოციალური პაკეტის ფარგლებში დევნილ ოჯახებს გაეწიათ 10 მილიონამდე ლარის დახმარება. საქართველოს მთავრობა, ცვლილებების 2 წელი. გსურთ შეიძინოთ საოჯახო ტექნიკა ქალაქიდან გაუსვლელად. სად? ბორჯომში. ბეკოს მაღაზია ბორჯომში გაიხსნა. მაცივრები 280 ლარიდან. ტელევიზორები 250 ლარიდან. ნოუთბუქები 560 ლარიდან. დორსასრუტები 60 ლარიდან.
კონდიციონერები 500 ლარიდან, სარეცხი მანქანები 209 ლარიდან, გამართბობლები 300 ლარიდან. ყოველ შენაძენ ნივთზე მიიღეთ საჩუქარი. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ უპროცენტო განვადებით. შეძენილ ნივთს სახლში მოგარწმევთ. ბორჯომში აგრარული ბაზრის შენობაში მდებარე სამშენებლო და სამეურნეო მაღაზია აქ თავაზობთ საშემოდგომო ფასდაკლებას. კაფელმეტლახი და ლამინირებული იატაკი 12 ლარიდან, სახლის შიდა და გარე კარები 199 ლარიდან, შპალერი 5 ლარიდან, თუნუქის სახურავები 12 ლარიდან, პლასმაცის შეკიდული ჭერი 8 ლარიდან. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თაბაშირ მუყაოს ფილები, აბაზანის აქსესუარები, სანტექნიკის მასალები, საღებავები და სხვა მრავალი სამშენებლო და სარემონტო მასალა. მასალების შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშწორებით, ასევე უპროცენტო განვადებით. წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე. შეარჩიეთ არჩევანი ჩვენზე. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია. ეს არასწორი ლიკვიდაციაა. ტექნიკის სახლ მეგაში კი ფასების სწორი ლიკვიდაცია დაიწყო. მობრძანდით, შეიძინეთ და ისარგებლეთ ექსკლუზიური 5, 10 და 20%-იანი ფასდაკლებით. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ უპროცენტო განვადებით, წინასწარი შეტანის გარეშე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. შეძენილ ნივთზე კი მიიღეთ საჩუქარი. ტექნიკის სახლი მეგა. ეს აქცია თქვენთვის დაიწყო. ბორჯომში გაიხსნა წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. აქ თქვენ კონსულტაციას გაგიწევენ. უროლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, მამოლოგი, პედიატრი, ნევროლოგი, სტომატოლოგი, ალერგოლოგი და ონკოლოგი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოწვეული, კვალიფიცირებული ექიმების მეთვალყურეობით. კონსულტაციისათვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია წინასწარ. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 0367 22 58 22. წარმატებული ადამიანები არჩევანს აკეთებენ აქ. გამარჯობათ, ჩემიძლია დაგეხმაროთ. პროფესიონალი გუნდი ყოველთვის თქვენ სამსახურშია. თუ გნებავთ ტექნიკის ყიდვა და გსურთ დაგიჯდეთ უფრო იაფი, მობრძანდით და შეიძინეთ ნებისმიერი ბრენდის საყოფაცხოვრებო ტექნიკა ერთ სივრცეში, ყველა საფასო კატეგორიაში. სადაც თქვენ სარგებლობთ 0%-იანი განვადებით და მხოლოდ ჩვენთან ნივთის ღირებულების 10% გიბრუნდებათ უკან. მხოლოდ ელიტ ელექტრონიკში ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედებს სახლში მიტანის სერვისი. 2 წლის განმავლობაში აშენდა 9 ახალი, შენდება 8 და რეაბილიტირდა 1000 სკოლა. მოსწავლეებმა მიიღეს მილიონზე მეტი უფასო სახელმძღვანელოების კომპლექტი. 53,000-მდე მოსწავლე უფასო ტრანსპორტით სარგებლობს. სოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად დაფინანსდა 147 სტუდენტი. უმაღლესი განათლების 21 სპეციალობა გახდა უფასო. სრულად დაფინანსდა პროფესიული სასწავლებლების 12,000-მდე სტუდენტი. ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება. ბარში 150, მთაში კი 200 ლარი. საქართველოს მთავრობა, ცვლილებების 2 წელი. დღეს ქრონიკა ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მოსახლეობა საბავშვო ბაღს ითხოვს. ალტერნატიული ბაღი, რომელიც ამ სოფელში გასულ წელს გაიხსნა, აღარ ფუნქციონირებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვების სკოლაში მოუმზადებლები მიდიან. რა მდგომარეობაშია ყოფილი ბაღის შენობა და რას პასუხობენ დვირელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ნახეთ ჩვენ სიუჟეტში.
საბავშვო ბაღის გახსნის მოთხოვნით დვირის მოსახლეობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტს განცხადებით არაერთხელ მიმართა. სოფელში ამბობენ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები დვირში ბევრია. ყველა სოფელში არის საბავშვო ბაღები და რატო უნდა იყოს გამონაკლისი, რომ დვირში არ იყოს? ყველა ოჯახს ყავს პატარა ბავშვები და ნამდვილად უნდა იყოს საბავშვო ბაღი, რომ სკოლაში ბავშვს არ გაუჭირდეს მერე სწავლა. აუცილებელია. აი ახლა სოფლიდან ქალაქში დაყავთ ბავშვები. უფროსი ბავშვი ისე შევიყვანეს სკოლაში, ბაღი არ ქონდა, კვირდებოდნენ. დაპირება დღემდე დაპირებად დარჩა. ალტერნატიული ბაღიც, რომელიც სოფელში გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით გაიხსნა, დღეს აღარ ფუნქციონირებს. სულ რამოდენიმე თვე იმუშავა და მალევე შეეწყვეტა ფუნქციონირება. მიზეზები ჩემთვის უცნობია ამ ეტაპზე და არ ვიცი რა იქნება მომავალში. ეს კი ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც დაზიანებული და წლების მანძილზე უმოქმედოა. ავარიულია შენობა და იქ ვერ მივიყვანთ და ან ახალი უნდა აშენდეს, ან ფართი უნდა გამოიყოს. მინდა მოიყვანო სამხარაულოს ექსპერტიზა, რომელიც დადებენ დასკვნას, რომ შენობა რამდენად ვარგისიანია, ექვემდებარება თუ არა შეკეთებას. მუნიციპალიტეტში პრობლემის შესახებ იციან, თუმცა დვირის მოსახლეობას კონკრეტულად ვერ პასუხობენ. კონკრეტულად დვირის ბაღთან დაკავშირებით ჯერჯერობით პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ მან რეაბილიტაცია არ იქნება, ეს იქნება სრული რემონტი ჩასატარებელი. ამიტომ შევხედავთ როგორ იქნება თქვათ იგივე ბიუჯეტში შესაბამისი თანხები და მაგის მიხედვით გავითვალისწინებთ. ანუ გამოდის რომ ეს პასუხი ნიშნავს იმას, რომ წელს დვირის ბაღი არ გაიხსნება. წელს ვერანაირად ვერ გაიხსნება დვირის ბაღი. ბაღის რეაბილიტაციას დვირელებს ახლა მომავალი წლისთვის პირდებიან. ბაღის გახსნას დვირში 33 დვირელი და 12 ქვაბისხეველი პატარა ელოდება. რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეების განვითარებისთვის მთავრობამ ახალი პროგრამა წარმოადგინა. პროექტის მიზანი ეკონომიკური უთანასწორობის დაძლევა. ამჟამად საქართველოში ბიზნეს ბრუნვის 72% დედაქალაქში ფიქსირდება. საქართველოში ბიზნეს ბრუნვის 72% დედაქალაქში ფიქსირდება. ეკონომიკური უთანასწორობის შესამცირებლად ხელისუფლება რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას გეგმავს. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ფერმერს, რომლის ბიზნეს გეგმაც პერსპექტიულად მიიჩნევა 5,000 ლარი გამოეყოფა. რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. პროექტი განკუთვნილია იმისთვის, რომ რეგიონში არა თბილისის გარეთ მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის მოხდეს სპეციალური დაფინანსება, რათა განვითარდეს რეგიონებში მიკრომეწარმეობა და მცირე საწარმოები. საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამა რეგიონში მაცხოვრებლებს საკუთარი იდეებისა და ამბიციების განხორციელების საშუალებას მისცემს. გიორგი ციკოლია დასძენს, რომ პროექტის ფარგლებში მსურველებს მეწარმისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარებიან. არის დიდი რაოდენობა ხალხისთვის უნდა ჩართული იყვნენ ამ ეკონომიკურ აქტივობაში, სურვილი აქვს, რომ საკუთარი ბიზნესი ფლობელები გახდნენ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის ფარგლებში, ის უნარები, რაც აუცილებელი არის და ადამიანმა მართოს ბიზნესი, ამ უნარების მიწოდების კუთხით ჩვენ ამ პროგრამაში გათვალისწინებული გვაქვს პრაქტიკულად ნებისმიერი ასპექტი. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების გეგმას მიესალმება ირაკლი ლექვინაძე, თუმცა ეკონომისტი მიიჩნევს, რომ პროექტს საჩუქრის ფორმა უფრო აქვს და მდგრადი ბიზნესის დასაწყებად 5,000 ლარი საკმარისი არაა. ეს არის უფრო საჩუქარი, ვიდრე მეწარმეობის განმავითარებელი პროგრამა. რადგანაც რამდენი ფულიც არ უნდა მივცეთ ჩვენ ადამიანებს განსაკუთრებით რეგიონებში, თავარი არის ამ ფულის მართვის საკითხები, როგორ გამოიყენებენ, როგორ მართავენ, რამდენად მდგრადს გახდიან იმ საქმეს, რა საქმეშიც ეს ფული უნდა ჩადონ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე გავთვლით, ალბათ ინვესტირება უნდა მოხდეს უფრო სამეწარმეო უნარების განვითარებაში და არა მხოლოდ სასაჩუქრე თუ მსგავსი ტიპის ფულადი დახმარებების კომპონენტში. პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს. იგი 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. ავტორებს იმედი აქვთ, რომ მისი განხორციელების შემდეგ რეგიონებში ბიზნეს ბრუნვა გაიზრდება. რეგიონული ბიზნესი კი მეტად კონკურენტული გახდება. ინიციატივა პროექტის აწარმოე საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ახლა კი ნახოთ, როგორი ამინდი იქნება ბორჯომში ხვალ და მომდევნო დღეებში. ხვალ 22 ოქტომბერს ბორჯომში მზიანი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 5, მაქსიმალური 17 გრადუსი დაფიქსირდება.
დილიდან ღრუბლიანი ამინდი იქნება, 10 საათზე ტემპერატურა 12 გრადუსში ადგენს. 17 გრადუსამდე მოიმატებს სითბო 13 საათზე. ასევე 17 გრადუსი იქნება 16 საათზეც. საღამოს ტემპერატურა დაიკლებს, 19 საათზე 9 გრადუსი დაფიქსირდება. 22 საათზე კი 10 გრადუსი სითბო იქნება. ცვალებადი ამინდები ამოსალოდნელი მომდევნო დღეებში. ღრუბლიანობა შენარჩუნდება 23 ოქტომბერსაც. აირის ტემპერატურა 20 გრადუსი იქნება. 19 გრადუსი სითბო დაფიქსირდება 24 ოქტომბერს. 25 ოქტომბრიდან კი სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ. ტემპერატურა 17 გრადუსში ადგენს. იწვიმებს 26 ოქტომბერსაც სითბო 11 გრადუსამდე დაიკლებს. წვიმა ამოსალოდნელი 27 ოქტომბერსაც. სითბო 12 გრადუსი დაფიქსირდება. ასეთი იყო ამინდის პროგნოზი. დღის ქრონიკა დასრულდა. მე ხვალამდე გემშვიდობებით გმადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.